სტუმარი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში ეკა გიგაური და დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზე. აღდგენილი, ნედლი და პასტერიზებული რძე. ამ სიტყვათა შეთანხმება ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ რძის ხილებსა და კოლოფებზე. რა თქმა უნდა, რძის ნაწარმი ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემის კბილებისა თუ თმის სიჯანსაღისთვის, თუმცა მისი გამოყენებისას მაინც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. რას გვკარნახობს რძის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია და რა უნდა ვიცოდეთ მისი კითხვისას, როგორც უკვე გითხარით, სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკა გიგაური გვასწავლის. დილო მშვიდობისა, ქალბატონო ეკა. მადლობა მობრძანებისთვის. მნიშვნელოვანი საკითხია და სანამ იმ თემაზე გადავალთ თუ რას გვკარნახობს რძის ეტიკეტზე დატანილი რძის ეტიკეტი, მანამდე რომ გითხრათ რა არის რძის ტექნიკური რეგლამენტი, რა მნიშვნელობა აქვს მას მოსახლეობისთვის. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან საინტერესო საკითხია და მნიშვნელოვანი. ეს რეგლამენტი, რომელიც ტექნიკური რეგლამენტია რძის და რძის პროდუქტების შესახებ, 2015 წელს, ასე ვთქვათ, შეიქმნა და 2015 წელს უკვე 1 აპრილს ჩაიშვა და არის ღიარებული და მოქმედი. და მის შემდეგ უკვე მეწარმეები, ვინც რძის პროდუქტების გადამუშავებაში, წარმოებაშია დაკავებული და ის ბიზნეს ოპერატორები, ვინც არის ნედლი რძის მწარმოებლები, თვითონ პირველადი წარმოება ქვია მიმართულებას, ექვემდებარებიან ამ კანონში არსებულ მოთხოვნებს. ამ კანონმა დაარეგულირა და ერთიანი გახადა მოთხოვნები, ჩამოაყალიბა ზუსტად ტერმინოლოგია, როგორც თქვენ თქვით, ეს არის ნედლი რძე, რა არის ნედლი რძე, მაგალითად ამ კანონმდებლობაში ესე არის მოტანილი, რომ ნედლი რძე არის ესეთი რძე, რომელიც თერმულ დამუშავებას არა უმეტეს 40 გრადუსზე უნდა ქონდეს გავლილი. ვთქვათ, იგივე პასტერიზებული რძე, ესეთი რძეა, რომელსაც თერმული დამუშავება უკვე პასტერიზაციის ტემპერატურაზე აქვს. აგრეთვე იქ არის სასმელი რძე, ესეთი ტერმინოლოგია, ეს ისეთი რძეა, რომელიც შემდგომ გადამუშავებას აღარ საჭიროებს, ანუ ბოლო პროდუქტია, ამიტომ სასმელ რძესაც შევხვდებით ეტიკეტზე ესეთ განმარტებას. აღდგენილი რძე მაგალითად ისეთი რძეა, რომელიც რძის ფხვნილისგან არის დამზადებული და ეტიკეტზე მწარმოებელი მაგის დეკლარირებას აკეთებს, ანუ რომ არის ხოლმე ესეთი აღდგენილი რძე, მე ბჭყალებში წერია ხოლმე წყალი, რძის ფხვნილი და ცხიმი, ვთქვათ. არსებობს კიდე ტერმინი ნორმალიზებული რძე, რომელიც ვთქვათ ცხიმის, ვთქვათ, რაღაც გარკვეულ წილის შეტანას, ასე ვთქვათ, გულისხმობს და ძალიან ბევრია ესეთი განმარტება. მათ შორის კარაგზე არის განმარტება, რომ ვთქვათ ისეთი პროდუქტი, რომელშიც არის მცენარეული ცხიმი შეტანილი, მას კარაგს ვერ უწოდებ. კი ბატონო, არსებობს გავალდებულებს ამ ყოველფრის დატანას და რძის წარმოებლები და რძის სფეროში ესეთი ვინც გადამუშავებას ახდენს სხვადასხვა პროდუქტის წარმოებას, ისინი რა თქმა უნდა ამას იცავენ. აგრეთვე არის განმარტება ყველთან დაკავშირებით, რომ ყველიც არ არის ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის დამზადებული ნედლი რძისგან, ანუ მხოლოდ ნედლი რძისგან უნდა იყოს დამზადებული, რძის ფხვნილისგან არ შეიძლება რომ დამზადდეს და არც ერთი მცენარეული ცხიმი და სხვა დანამატი არ შეიძლება რომ იყოს გამოყენებული, მხოლოდ ფერმენტები, რაც მისთვის საჭირო არძემჟავა ბაქტერიები და ასე შემდეგ, ეს რაც ვთქვათ მის დამზადებაში ტექნოლოგიაში გვჭირდება. აი ამ კანონის თანახმად არის ისიც მოცემული, რომ ეს რეგულაცია თუ არ შესრულდა, ამაზე სადამსჯელო, ასე ვთქვათ, სანქციებიც არსებობს, რა თქმა უნდა. ამის ისიც წერია, რომ ის მწარმოებლები, ვინც ამ სფეროში მუშაობს, უნდა HACCP სტანდარტს ექვემდებარებოდეს, მანდ უნდა იყოს დანერგილი საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, რაც თავის თავში გულისხმობს ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორებისგან თავის აცილებას. ანუ ნებისმიერ სასურსათო პროდუქტში ეს რისკები არსებობს და აი ეს ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორები უნდა იყოს მოცილებული ამ რძისგან. როგორც თქვი, მოთხოვნები არის ნედლი რძის მომწოდებლების მიმართაც, მანდაც არის ჩამოთვლილი თავისი მოთხოვნები. კი, სანამ დაფასებაზე მოწოდებული რძეც რა თქმა უნდა ექვემდებარებოდეს შემოწმებას. კი, იმ სტანდარტებს, ну, ის ნედლი რძე არ უნდა მიღებული, არ უნდა იყოს თუ ჯამრთელი არ არის პირუტყვი, ესე წერია. აგრეთვე თუ ვთქვათ ის რძე არ მოწმდება ვეტერინარული პრეპარატები თუ გამოყენებულია გამოზრდისას, ან ვთქვათ მათი კვების დროს, აი თუ ეს ყველაფერი არ არის დარეგულირებული, ესეთი რძის რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა არეგულირებს ეს კანონმდებლობა და აგრეთვე ისიც არის ნათქვამი, რომ თუ
ვეტერინარულ პრეპარატს რამეს ვიყენებთ, ისიც შემოწმებული უნდა იყოს არა, მისი გამოყენება, ნახეთ როგორ არის, მისი გამოყენება ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ის, თქვათ, მოწველის პროცესის დრო, ის ლოდინის პერიოდი, რომელიც, თქვათ, რძის მიღებამდე არის, ის აუცილებლად უნდა იყოს ლოდინის პერიოდი და დაცული და, ესეც ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული. ამ ყველაფერზე რეგულირებას ახდენს სურსათის ეროვნული სააგენტო, ესე წერია კანონში და აგრეთვე თვითონ მწარმოებელი. ანუ მწარმოებელიც ვალდებულია, როგორც მომწოდებელი რძის, ისე მწარმოებელი რძის არის ვალდებული ამ კანონმდებლობის თანახმად, რომ ის, ასე ვთქვათ, რძე მისი გადამუშავების, წარმოების და შემდგომ უკვე დისტრიბუციის პერიოდშიც გქონდეს დაცული და ვიდრე ჩვენამდე მომხმარებლამდე მოვა ეს რძე, უნდა იყოს აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, უვნებელი. ხო, ხარისხობრივი პარამეტრებიც ამ რძეზე რო ვისაუბროთ და რძის პროდუქტებზე, ხარისხობრივი პარამეტრები რა არის, ხო, ამ პროდუქტის. ეს არის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები, ეს არის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები და ეს არის, რა თქმა უნდა, უვნებლობის პარამეტრები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და აი ეს ყველაფერი ერთად ადგენს უკვე აი ამ პროდუქტის ჩვენთვის მომხმარებლისთვის უვნებლობის, ასე ვთქვათ, ფაქტორებს. სანდოების. რაც შეეხება ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეტიკეტზე უნდა შევხედოთ მწარმოებელს, დასახელებას მწარმოებლის. შევედი მაღაზიაში ხო ხვდებით რა? ავიღე ნებისმიერი პროდუქტი, ხო? რძის პროდუქტები უხვად არის წარმოდგენილი, აი დავიჭირე რომელიმე რაჭიც არის მოთავსებული, ქილა, ერთი პროდუქტი და რაზე ვაკეთებთ აქცენტს? რაზე ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, პროდუქტის მწარმოებელი უნდა საინტერესოა ვინ არის მწარმოებელი, ეს ვთქვათ, თუ ეს არის ადგილობრივი მწარმოებელი, აუცილებლად ექნება აღიარების ნომერი, G ნომერი, ეს აღიარების ნომერი არის რძის და ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლებისთვის სავალდებულო, სურსათის სააგენტო აძლევს ამ აღიარებას, ეს აღიარების ნომერი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შემადგენლობა იმაშინ გავეცნობით, რომ ჩვენ რა პროდუქტი გვაქვს და არჩევანი გვაქვს, რა ვიღოთ ნედლი, ხო, შეგვიძლია ავიღოთ ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტი და შეგვიძლია რეგლამენტირებული აი ამ აღდგენილი რძისგან, ანუ რძის ფხნილისგან დამზადებული, ამასაც წავიკითხოთ. რა თქმა უნდა, საქართველოში მწარმოებელი რაზე მიუთითებს, თუ ეს არის დატენილი, როდესაც პროდუქტი არის საქართველოში მწარმოებელი. ხო, ანუ ეს პროდუქტი არის საქართველოში, ანუ ჩვენთან, იმიტომ რომ მრავალი პროდუქტია ახლა ამ სფეროში, არის სხვადასხვა იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამიტომ საუბარი ეს საშიში არ არის. პროდუქტი არის დაცული ის გადაზიდვის ასე ვთქვათ. კი, ანუ ხე როგორ არის, თუ ეს არის პასტერიზებული რძე, ეტიკეტზე მწარმოებელს უწერია ხოლმე, რომ უთითებს დეკლარებას, რომ მე მინდა რომ შეინახო შენ 2-დან 6 გრადუს ტემპერატურამდე, იმიტომ რომ ვიცით რომ რძე არის მალფუჭებადი პროდუქტი, იგივე რძის პროდუქტები. ზოგ ეტიკეტზე თქვენ დაინახავთ კიდე რომ +25 გრადუსამდეც კი გვაძლევს უფლებას, რომ შევინახოთ ეს პროდუქტი. ანუ ეტყობა ეს ის შეფუთვა, რომელიც ამის უზრუნველყოფს ამას, რომ ამ ტემპერატურაზე ეს პროდუქტი არ გაფუჭდეს და აქაც მომწოდებლის კეთილსინდისი არ რა თქმა უნდა, ყველაფერი მომწოდებლის აგებულია ეს რძე თუ რა თქმა უნდა, ჩვენია თუ სხვისია, ეს ყველაფერი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ, ასე ვთქვათ, შემოწმებული და ის დეკლარირება, რასაც ეტიკეტზე ახდენს, რა მათ შორის შენახვის პირობები გახსნის შემდეგ რამდენი ხანი უნდა შევინახოთ, თუნდაც რომ ვიცოდეთ ხო მომხმარებლებმა. ეს ყველაფერი უნდა წავიკითხოთ და აი მის შედეგად შევიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ თუ ჩვენ გვინდა ყველის შეძენა, ეს აუცილებლად უნდა იყოს ნედლი რძისგან დამზადებული და ეტიკეტზე ეს აუცილებლად არის მითითებული და თუ ეს მათ შორის აი ხლა იმის თქვა მინდოდა რომ ეს რეგულაცია, ეს კანონმდებლობა არეგულირებს საკითხს რძის შემცველ პროდუქტთან დაკავშირებით. ანუ ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც არ არის რძის პროდუქტი, გვეუბნება ეს რეგულაცია, მაგრამ შეიცავს რძეს. ანუ რძის შემცველი პროდუქტია. ანუ შესაბამისად, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სახაჭაპურე გვინდა თუ ასე ვთქვათ, სადაც პროდუქტში, სადაც ყველი არ არის მითითებული, ყველის მაგვარ პროდუქტზე, სადაც დავინახავთ, რომ გავს ყველს, მაგრამ მას ყველი არ აწერია, იმის მოლოდინი, რომ ეს არის ყველი, არ უნდა გქონდეს. არაჟანიც ეგრე არის, რაღაც თავის დროზე ყველაფერს ეწერა არაჟანი. მე მახსოვს, რომ ყველაფერს ეწერა არაჟანი. ამ კანონმდებლობამ ესეც დაარეგულირა. კანონმდებლობა გვაქვს ძალიან კარგი, მაგის თქმა მინდა, თავარია ამის ახსრულების, ასე ვთქვათ, წესებს მიუყვეთ და აღასრულოთ ეს ყველაფერი, ისევ ნედლეულ
ათეულის მომწოდებლიდან მზა პროდუქტამდე და მზა პროდუქცია კიდე რო იქმნება წარმოების დისტრიბუციამდე, ეს ყველაფერი უნდა იყოს რეგულირებული. დანიშნულების ადგილამდე იმ ადგილზე ის შენახვის პირობები, უკვე ის ქსელში შენახვის პირობები, ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული, რომ ჩვენთვის, აი მე და თქვენც ამ შემთხვევაში ვართ მომხმარებლები და ეს კანონმდებლობა არის ჩვენზე მომხმარებელზე გათვლილი კანონმდებლობა, რომ ჩვენ ვიყოთ უვნებლობის, ასე ვთქვათ, აი ეს რისკი არ გქონდეს, რომ აი უვნებელია სურსათი თუ არა. ამიტომ ნებისმიერი ის რგოლი, რომელიც ფერმიდან სუფრამდე არის, ხო? ის ყველა თუ შეასრულებს თავის, ასე ვთქვათ, მოვალეობებს, რა თქმა უნდა, ჩვენამდე მოვა უკვე ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ზუსტადაც რძე არის ჯანსაღი, რძის პროდუქტი არის ჯანსაღი, კი ბატონო, შეიძლება გარკვეულ, ასე ვთქვათ, რგოლს ადამიანების ლაქტოზაზე ქონდეს, ვთქვათ, რაღაც ალერგია თუნდაც, კი ბატონო. და მეკითხა, რომ ასეც აი რას უნდა მივაქციო ყურადღება თუ არის სადმე, იმიტომ რომ მე ესე ვიცი ბავშვობიდან, ბაღიდან ლაქტოზასთან ესე ვერ მეგობრობ. და გარკვეული პრობლემები მაქვს და ამიტომ ცდილობ კი რა თქმა უნდა ახლა ეს ორგანიზმში მედიკოსები უფრო კარგად ახსნიან, მაგრამ ფერმენტის ხო რაღაც ნაკლებობას ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ეს რომ ნუ რა არის თვითონ ლაქტოზა ეს არის რძის ხო ანუ რძის შაქარია თქვენ გაქვთ აი ამ თქვენ ორგანიზმს აქვს ამაზე რეაქცია ვერ გადაამუშავებს და შესაბამისად ის ცუდი მოვლენებია ორგანიზმში ამიტომ თქვენ უნდა დააკვირდეთ რომ ულაქტოზო ანუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია თვითონ რძე წარმოადგენს ალერგენს ანუ ალერგენი თვითონ რძე, მაგრამ ეს ყოველთვის ალერგიულ თვისებებს არ ანუ რძი და რძის პროდუქტები ყოველთვის რა თქმა უნდა ალერგიული არ არის. მე ძალიან ასე ვთქვათ დიდი სიამოვნებით მივირთმევ რძეს და რძის პროდუქტებს, იმიტომ რომ არც ლაქტოზაზე მაქვს ვთქვათ გარკვეული რეაქცია და არც ალერგენი არ არის ჩემთვის. ესეთივე ალერგენებია სხვა სასურსათო პროდუქტები, იგივე არახისი, თევზი ვიღაცისთვის მოლუსკია, მაგრამ გლუტენი მათ შორის ხო. თუმცა აი ბანანი, მარწყვი, პომიდორი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ალერგიული მაგრამ დადგენილებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს ამას მერტ ეტიკეტირების დადგენილება, რომელიც არეგულირებს, ასე ვთქვათ, ამ ალერგენების ჩამონართვას, ნუ არახისით იწყება და გლუტენით და ასე ვთქვათ, მარცვლეულით, რაშიც გლუტენია, ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანებზეა და ყველაზე ძლიერი ხო მოქმედება ალერგიული თვისებები, ვისაც გამოუვლინდება, აი მათზე არის ეს გათვლილი. ჩვენი კანონმდებლობა არის ევროკავშირთან, ასე ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად და შემდგომ ასე ვთქვათ არის გადმოთარგმნილი და გადმოტანილი ჩვენთან კიდევ ერთხელ მეორდები კანონმდებლობა არის სრულყოფილი იმ კუთხით რომ ჩვენ აი ამ კანონმდებლობას თუ მივყვებით და თუ აღვასრულებთ თუ შესრულება იქნება ეს და თუ იქნება არ ვინერვიულ და თუ ამ ყველაფრის შემოწმებაც მოხდება სათანადოდ მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით უზრუნველყოფილი რომ ეს სასარგებლო პროდუქტი რძე და რძის პროდუქტები იყოს ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლო. კეთილი, ძალიან საინტერესო ფაქტი იყო პირადად ჩემთვის და აღმოჩენა რომ ესე კი ყოველ შემთხვევაში ნედლ რძეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ დასაწყისით ჩამოთვალეთ ხო სხვადასხვა ეტიკეტი და ის სიტყვათა შეთანხმება რომელიც აწერია ხოლმე რძეს და რძის კოლოფებს. ამიტომ თუ შეიძლება რომ კიდევ ერთხელ ნახოთ ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები და შესაძლებლობა და აი რას გვკარნახობს თითო აი რა შეიძლება იყოს მაგალითად პასტერიზებული რძის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინო იმიტომ რომ ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის ბევრი რამ არის გაუგებარი და უცხო. პასტერიზებული ულტრაპასტერიზებული, სტერილიზებული ეს არის ტემპერატურული რეჟიმებით, ანუ თერმული დამუშავების მეთოდები. ამ დროს მიკროორგანიზმები, რომელიც ნედლ რძეში არსებობს რეალურად და ეს არის მისი თანდევი, ასე ვთქვათ, მიკროორგანიზმი, ის გაუნებელყოფელია და ჩვენ შეგვიძლია რომ მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით უვნებელი რძე მივირთვათ. აი ნახეთ, მე ვსაუბრობდი ჰასპის სისტემაზე, რომელიც სამ ფაქტორს არეგულირებდა. ეს იყო მიკრობიოლოგიური ფაქტორი და აი ამ მეთოდით შეიძლება რომ მიკრობიოლოგიურად ჩვენ ვიყოთ საფრთხის ქვეშ აღარ ვიქნებით. არსებობს კიდე ქიმიური ფაქტორი. ქიმიური ფაქტორიც ბევრი რამე შეიძლება იყოს, მათ შორის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს პროდუქტში და არის კიდე ფიზიკური, ვთქვათ, რისკი, რომელიც შეიძლება მარტივად, აი შეიძლება სულაც ჩვენი თმა იყოს და ვთქვათ ის რაღაც ნატეხი ან ცუდი ფილტრაციის დროს გამოყოლილი რაღაც, ასე ვთქვათ, ნაწილაკი. ეხლა აქ რაც წერია, ეს ეთყობა, რომ ეს ულტრაპასტერიზებული, ანუ უფრო
მაღალი პასტერიზაციის, ანუ უფრო მაღალი საფეხურით, ულტრაპასტერიზებულია. ცხიმიანობა მიგვითითებს, რომ ჩვენ ამ კონკრეტული ცხიმიანობით გვინდა თუ არა მივირთვათ, იმიტომ რომ ვიცით, რომ დაბალცხიმიანი არსებობს და შედარებით მაღალცხიმიანი. კალორიები არის გამოთვლილი, ნახშირწყლების რაოდენობა არის 4 და 9, 0, ანუ შაქრების რაოდენობა სავარაუდოდ ლაქტოზაზე, არ ვიცი, აქ 0 არის, თანაფარდობა ცოტა ისეთია უცნაური, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ ლაქტოზის გარეშეა ეს, იმიტომ რომ შაქრები არ არის მასში, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა იყოს მითითებული. თუ მითითებული არ არის, მაინც შეეცადეთ, რომ ეს სივრცე არ მიიღოს. კონკრეტულად უნდა იყოს ულაქტოზო და რაღაც თქოს იქნება ეს უფრო მეტად გასაგები. ცხიმიანობა ნეტო და გვიჩვენებს, ასე ვთქვათ, კალორიებსაც, აი აქ მოცემული ვთქვათ ინფორმაცია, რაც ეტიკეტზე ჩვენ ნახეთ. კი ბატონო, სხვა რძის პროდუქტებზე თუ შეგვიძლია მაგალითად ხაჭოზე და არაჟანზე რაღაც ეს მსგავსი მინიშნებების მიღება. კი ბატონო, აი ზუსტად ესე არის ის, რასაც ქვია ხაჭო, რასაც ქვია კეფირი, რასაც ქვია არაჟანი, მასში თუ დიახან ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურ რაციონში აქ ზოგს, ასე ვთქვათ, მიღებული, მასშიც თუ არის მცენარეული ცხიმი, ანუ ეს უკვე აღარ არის არც ხაჭო და არც ბატონო ვერ უწოდებს მას წარმოებელი, ეს არის რძის შემცველი პროდუქტი, როგორც თქვით, მასში კი ბატონო არის გარკვეულწილად რძე, მაგრამ ძირითად ნაწილს და ანუ არ წარმოადგენს რძის პროდუქტს, იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ შეიტანა უკვე მწარმოებელმა მასში სხვა ცხიმი, ანუ მცენარეული ცხიმი, ამიტომ ეს არ იქნება. არ შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობის რაღაც მავნებლობა ან რაღაც ისეთი ცუდის მომტანი, იმიტომ რომ კანონმდებლობა გირეგულირებს, რომ კი ბატონო, უბრალოდ დააწერე ეტიკეტზე და იყოს ესეთი პროდუქტის არსებობდესო, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაც სასარგებლო თვისებები მივიღოთ, ვიტამინებით სავსე პროდუქტი და ვთქვათ მინერალები და კალციუმით როგორც დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი რძის პროდუქტებზე, რომელიც სასარგებლოა, მთავარია ის იყოს უვნებელი, ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური ფაქტორებით, რომ აი ეს არის ჰასპის უძახი ჰასპის დანერგვა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია რომ ჩვენი ქვეყანა მიდის იქეთ, რომ ეს ყველაფერი ვითარდება და საბოლოო ჯამში ალბათ დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც ჩვენ უსაფრთხოდ და არ შეგვეშინდება. ყველას ეს გვინდა, მისურვილი გვაქვს ძალიან დიდი. ცნობიერების ამაღლება ერთგვარად ბუნებრივი და კეთილსინდისიერება მომწოდებლის. იცი რა მინდა გითხოთ, თუ არსებობს რამე ვიზუალური მახასიათებელი, სიტყვაზე მე შევიძინე სათუის პროდუქტი რძის გარკვეულ მაღაზიაში, ასე ვთქვათ, არ მინდა სახელის დასახელებისგან თავ შევიკავებ, მივიტანე სახლში. აი თუ არსებობს რამე ვიზუალური მახასიათებელი, რაც მიმანიშნებს იმაზე, რომ ეს არ არის ისეთი, ანუ არაკეთილსინდისიერა და ან შენახული, ან მოწოდებული. ხო, ანუ თუ რძის პროდუქტი არის, ვთქვათ, ან ვადაგასული, ან შეიძლება ხო, რაღაც მაწონი, იგივე ხაჭო, არაჟანი, მას ორგანოლეპტიკურად, ანუ სუნს იგრძნობთ არასასიამოვნოს, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ისეთი ტიპის მიკროორგანიზმებია, რომელიც მასში არის და ესეთი რეაქცია გამოიწვია. თუ თქვათ არის ან აჭრილი, აი თითქოს რაღაცნაირი ხმა ხომე, თითქოს რაღაცით აირი არის, ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობა დაიწყო მიკროორგანიზმებმა გამოყო, ასე ვთქვათ, ნახშირორჟანგი ამ თავისი სიცოცხლის უნარიანობის შედეგად და შესაძლებელია უკვე გაფუჭების რაღაც ნიშნები აქვს მას. თუმცა არსებობენ ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც ესე არავლენენ თავს და ჩვენ მას ვერც თვალით ხედავთ, ვერც ორგანოლეპტიკურად ვერ ვგრძნობთ და მაინც არის მომწავლელი, ანუ ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები, ძალიან ცუდი მიკროორგანიზმები არიან, ბოროტები, როგორც არსებობს კეთილი მიკროორგანიზმები, მაგალითად იგივე რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც აი საქმეს აკეთებენ და ჩვენ რძისგან ვიღებთ იმ რძემჟავა პროდუქტებს, რომელიც ასე ვთქვათ, ესე ძალიან გვიყვარს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენც ასევე